ანაკლიაში დღეს კაზანტიპის საწინააღმდეგოდ დაანონსებული მშვიდობიანი მსვლელობა გაიმართა. წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ სასულიერო პირები მრევლთან ერთად იმ ადგილისკენ გაემართნენ, სადაც კაზანტიპის ფესტივალი უნდა ჩატარდეს. აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ პლაკატები წარწერებით: "ნუ გადავაქცევთ საქართველოს სოდომ გომორად, ვთხოვთ ხელისუფლებას არ დაუშვას გარყვნილების ქადაგება, კაზანტიპი გარყვნილებაა." ჩვენ დამსვენებლებთან რახანები პრეტენზია როგორ ჩამოვიდნენ, დაისვენონ აქაურმა მოსახლეობამ შოება ნახოს, იქნებ რაღაცა წინ დაიძრას მათი ესეთი ეკონომიკური პრობლემები მოგვარდეს, მაგრამ გარყვნილებას ჩვენ ვეწინააღმდეგებით და ყოველთვის შევეწინააღმდეგებით. ეს ჩვენი პირდაპირი მოვალეობა. მსვლელობას არასაპარლამენტო ოპოზიცია მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი და მოძრაობა სამეგრელოს ხმა შეუერთდა. ისინი ხელისუფლებას საზოგადოების მოტყუებასა და პროსტიტუციის ხელშეწყობაში ადანაშაულებენ. სამღვდელოების მხრიდან ანაკლიაში ამ ყველაფრის მოწყობას უბრალოდ მათ თავიანთი რიტუალი აქვთ მართლმადიდებლური, რომ აქ აკურთხონ ეს ცოდვილი მიწა. თორემ აქციები უნდა ტარდებოდეს ღარიბაშვილის და მარგველაშვილის რეზიდენციასთან თბილისში. რა გინდათ მარშუნოვთან, ეს არის საერთაშორისო მასშტაბის ავანტურისტი ეს ნიკიტა. რომელსაც მწვანე შუქი აუნთო ხელისუფლებამ და ამ გარყვნილებისთვის და ამ აღვირახსნებისთვის მისცა აბსოლუტურად სათარეშო დანაკლია. მიწა, სადაც სულ რაღაც რამდენიმე კილომეტრში ღვთისმშობლის კვართი ბრძანდება. პროტესტი უნდა გამოიხატოს მთავრობასთან და იქ უნდა ჩატარდეს შიმშილობის აქციები და ყველაფერი. თორე აქ ახლა ჩვენი სამღვდელოება და რამდენიმე კაცი რომ ბესელიას აქ ნაციონალების ზონდერს სამეგრელო სამხარეო პოლიციის უფროსს ელაპარაკება, ეს რამე შედეგს მოიტანს? მიმაჩნია რომ სირცხვილია განსაკუთრებით მძიმე მარხვაში ქვეყნის ერთ-ერთი უმშვენიერესი კუთხე, როგორც არის ანაკლია, გახადო გარყვნილების ბუდეთ, იმიტომ რომ კაზანტიპი არის იდეოლოგიურ პროპაგანდისტული მიმართულება, რომელიც ცოდვის, ყოველგვარი გარყვნილების და გარწყნილების პროპაგანდას გულისხმობს. ასევე მინდა გითხრათ, რომ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსით არის დაჟღდის აქციელი. ცნობილია ის ინფორმაცია, რაც ინტერნეტში არსებობს, ცნობილია ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებული იყო ყირიმის ნახევარკუნძულზე გამართულ იმ ფესტივალებთან, რომელშიც აღვირახსნილობას ნამდვილად ჰქონდა ადგილი და რაც ზნეობრივ ფაქტორებს უქმნის საფრთხეს. ხო, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ძალიან მცირე რიცხოვანი ერი ვართ და ბუნებრივია გვაქვს ჩვენი დომინანტი ღირებულება, რაც 2000 წლოვან ქრისტიანულ კულტურას ეფუძნება და გარკვეული საფრთხების არსებობის პირობებში ბუნებრივია საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად. ეს არ ნიშნავს რაიმეს წინააღმდეგ, ესე ვთქვათ, ხმალამოღებულ ბრძოლას, სანამ კონკრეტული, ასე ვთქვათ, ფაქტები არ იქნება ჩვენს მიერ შესწავლილი. მშვიდობიანი აქცია კაზანტიპის რესპუბლიკის შესასვლელთან გაგრძელდა. აქციის მონაწილეები შიგნით შესვლას ითხოვდნენ, თუმცა სამართალ დამცავებმა ისინი იქ არ შეუშვეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. სასულიერო პირებთან მოლაპარაკებების სამხარეო მთავარი სამმართველოს პოლიციის უფროსმა გრიგოლ ბესელიამ გამართა. აქციის მონაწილეები ანაკლია განმუხურის ხიდზე არ გაატარეს. დეკანოზმა დავით ისაკაძემ, რომელიც დღეს სხვა სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად ანაკლიაში იმყოფებოდა, პერმანენტული აქციები დააანონსა. დეკანოზის თქმით, ისინი დაშლას არაპირებენ და მათი მიზანია ის ადგილი აკურთხონ, სადაც ფესტივალი უნდა ჩატარდეს. სამწუხაროდ აი ამის საშუალება ქართულმა პოლიციამ დღეს არ მოგცა განმუხურის ტერიტორიაზე, სადაც სულ ცოტა ხანში ემზადებიან, რომ ჩაატარონ ბილწი ორგია, ეგრეთ წოდებული კაზანტიპას ფესტივალი, სადაც უხვად იქნება მამათმავლობა, დედათმავლობა, სექსი იქნება, ნარკომანია და ასე შემდეგ. პოლიცია აცხადებს, რომ ჩვენ ამას არ დაუშვებთ, მაგრამ როცა პროგრამაში, ანუ მათ ეგრეთ წოდებულ კონსტიტუციაში წერია, რომ ამისთვის არის სწორედ მოწოდებული კაზანტიპა, როგორც ეს ღონისძიება, ეს ფესტივალი და ეს რესპუბლიკა ეგრეთ წოდებული, მაშინ როგორ არ დაუშვებენ, მაშინ რისთვის იმართება ეს? კაზანტიპის ფესტივალის პრეზიდენტი ნიკიტა მარშუნოკი ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები ემოციებს აყნენ და დამშვიდება სჭირდებათ. მარშუნოკი აქციის მონაწილეებს კაზანტიპზე ეპატიჟება. Мне кажется, они очень громко разговаривают, и у них зашкаливают эмоции. Если бы они вели себя, это решение принимали сотрудники, которые несут ответственность за безопасность техники и всех процессов. Здесь территория не охраняется, у нас там на несколько миллионов техники, поэтому мы никого не пускаем, это нормально. Вообще на стройку не надо ходить. Когда мы будем готовы, 20-го, пожалуйста, пусть купят визы, приходят. Да. Я предлагаю им сейчас зарегистрировать визы, прийти сюда 20 числа и также вместе хорошо отдохнуть. И если будет что-то такое, что им не понравится, ну это мы будем обсуждать. Сейчас-то нет предмета для обсуждения, здесь нету секса, поверьте мне, правильно, и наркотиков.
нет предмета для обсуждения. Что они хотели здесь увидеть? Меня? Но вы говорили, что готовы встретиться с ними. Да, я готов с ними встретиться, просто у меня занят, у меня рабочий день, у меня осталось 6 дней до открытия, вот, а им, очевидно, нечего делать. Давайте вы в лице, вот вы можете передать, какие вопросы звучат, я сейчас отвечу на них, и вся страна узнает ответы на них. კაზანტიპის ფესტივალი ანაკლიაში 20-დან 30 აგვისტოს ჩათვლით იმართება. საპატრიარქოს ინიციატივით კი მშვიდობიანი აქცია ფესტივალის პარალელურად ყოველდღე გაიმართება.